2020 წელს გერმანიის უზენაესმა სასამართლომ მიიღო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საკამათო გადაწყვეტილება ანგარებით მკვლელობასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მე ვარ ნატალი გოგიაშვილი და მე გაგაცნობთ გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე ეხებოდა შემდეგს. წარმოვიდგინოთ, რომ A არის საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და ვერ ახერხებს საკუთარი სამედიცინო მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას. ამის გამო იგი გადაწყვეტს, რომ ჩაიდინოს მძიმე დანაშაული, მოხვდეს ციხეში და შემდგომში უკვე სახელმწიფომ წლების განმავლობაში გადაუხადოს მას ეს სამედიცინო ხარჯები. მართლაც იგი ჩდება საკუთარ ავტომობილში, ეჯახება ველოსიპედით მიმავალ პირს და შემდგომში უკვე გამამტყუნებელი განაჩენით ხვდება ციხეში და წლების განმავლობაში სახელმწიფო უხდის მას სამედიცინო ხარჯებს. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა, სახეზე იყო თუ არა ანგარება, რაზეც სასამართლომ დადებითად უპასუხა და მიუთითა, რომ როდესაც დამნაშავე ჩადიოდა დანაშაულს, მას ჰქონდა ფინანსური ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოსგან მიიღო აღნიშნული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება გერმანიის იურიდიულ წრეებში საკმაოდ მკაცრად გაკრიტიკდა ორი მთავარი არგუმენტით. პირველი, ისინი მიუთითებდნენ, რომ აუცილებელი არის ქონებრივ ინტერესსა და სხვა შორის არსებობდეს პირდაპირი კავშირი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა, იმიტომ რომ დამნაშავემ შემთხვევითობის პრინციპით აარჩია მსხვერპლი. და მეორე, ასეთი ტიპის სამედიცინო მომსახურებას იღებს აბსოლუტურად ყველა პატიმარი, რომელიც ხვდება ციხეში. შესაბამისად, ის დახმარება და ქონებრივი ინტერესი, რაც გააჩნდა ამ შემთხვევაში დამნაშავეს, იყო აბსოლუტურად მარცომიერი და ის, რაც მარცომიერია, არ შეიძლება პირს ბრალის დამამძიმებელ გარემოებად შეურაცხოთ. შესაბამისად, გერმანულ იურიდიულ წრეებში მიაჩნდათ, რომ ეს გადაწყვეტილება არის არასწორი და სასამართლომ ვერ განმარტა ნორმა სწორად. მიმითითეთ, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და კიდევ რა ნორმებთან დაკავშირებით გინდომებოდათ, რომ გწოდნებათ გერმანიის იურიდიული პრაქტიკა?